ამ უძველეს ქართულ სოფელს ველისციხე ჰქვია. ისტორიულ წყაროებში ველისციხის შესახებ პირველი ცნობები 1500 წლის წინ გაჩნდა. სოფელში დღესაც დგას მე-5 საუკუნით დათარიღებული პატარა ეკლესია. ველისციხეს გარს აკრავს ალაზნის ველის ნაყოფიერი ვენახები, საიდანაც საუკეთესო ღვინოები დგება. კახეთის ეს ძირძველი სოფელი სტუმართმოყვარეობით განთქმულია და აქ შენარჩუნებულია მეღვინეობის, მეპურეობის და ქართული ტრადიციული მეურნეობის უძველესი კულტურა. ამის ნათელი დადასტურებაა კახური ტრადიციული მეღვინეობის ველისციხის ვერანდა, ერთი ტიპური კახური კარმიდამო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. სტუმარი ღვთისაა. ასე ძირძველი ქართული ტრადიციის შესაბამისად იღებენ სტუმრებს ველისციხის ვერანდას მასპინძლები. აქ თავმოყრილია ქართველი კაცის მეურნეობის ზოგიერთი სახეობები, რომელზედაც ქვემოთ მოგახსენებთ. ძირითადი ამ კარმიდამოში კი რასაკვირველია ეზოს წინაპრების გიგუშა პაპას მარანი ძველი კახეთია. მარანში 19 ქვევრია მიწაში ჩაფლული, რომლებშიც ინახება 36 ტონა უნიკალური ქვევრის ღვინო. მათ შორის 2 ქვევრი მუდამ სტუმრებისთვისაა განკუთვნილი. დანარჩენებში კი, როგორც ამბობენ, ღვინო ისვენებს და ქვევრის ღვინის განსაკუთრებულ თვისებებს იძენს. მარანში სხვადასხვა სიდიდის ქვევრებია. ზოგიერთ მათგანში 5000 ლიტრამდე ღვინო ეტევა. მარანს ქართველები ღვინის სახლს უწოდებენ და როგორც ყველა სახლში, მარნის მეურნეობის გასაძღოლად, აქაც უნდა იყოს ყველა საჭირო ინვენტარი. ეს მთლიანი ხისგან გამოკვეთილი აბაზანა საწნახელია. მასში იყრებოდა და შიშველი ფეხებით იწურებოდა ყურძენი. ქვევრის საგულდაგულოდ გარეცხვისთვის გამოიყენება სარცხი. ორშიმო ქვევრიდან ღვინის ამოსაღებ ჭურჭელს ჰქვია. ორკაპი ქვევრის შიგთავსის მოსარევად გამოიყენება. აქვეა სხვადასხვა თიხის ჭურჭელი, დოქი, ჭინჭილა, თასი და სხვა სასმისები. შუა საუკუნეების ქართულ ლექსიკონში ღვინის 50-მდე დასახელების თიხის ჭურჭელია აღწერილი. მათ შორის 15-მდე მარტო დოქის სახეობა გვხვდება. როდესაც წვენი დუღილს დაამთავრებს, ქვევრს ხუფავენ, ანუ გერმეტულად ხურავენ, რათა ღვინომ დაისვენოს და ნელ-ნელა მოიკრიფოს ძალა. ადრე გაზაფხულზე ქვევრი იხდება და ცალკევდება ჭაჭისგან, რომელიც ღვინოს ამდიდრებს ტანინი და ქვევრის ზედაპირიდან ძირამდე ჩასვლისას ასრულებს ბუნებრივი ფილტრის როლს. ამოღებულ ჭაჭას ინახავენ და მისგან ხდიან არაღს, რომელსაც ჭაჭა ეწოდება. კახეთის ბევრ სოფელში არსებობს ძველი ტრადიცია. სოფლის მცხოვრებლები არყის გამოსახდელად ერთად აშენებენ სათავსოს და შემდეგ ჭაჭას რიგრიგობით ხდიან. ამ სათავსოს იუმორით სავსე კახელებმა ზაოტი უწოდეს, რადგანაც მასში მიმდინარეობს გამოხდის საწარმოო პროცესი და ნამდვილი რუსული ზაოდის მსგავსად, მისი მილიდანაც ამოდის ბოლი, როგორც ძველი საბჭოთა ქარხნებიდან. ჭაჭის გამოხდა გამოსახდელი დანადგარის გამართვა მომზადებით იწყება. წინასწარ ღუმელის ზომაზე ჭრიან შეშას. შეშის ზემოთ შემოდგამენ დიდ სპილენძის საარაღე ქვაბს. ქვაბი ივსება ჭაჭით. გამაგრილებელ მოწყობილობას ავსებენ გამდინარე წყლით. ქვაბს დაახურავენ ზარფუშს. გამოლესავენ ნაცრიანი მიწით. მიუმარჯვებენ მილიან გეჯას. ცეცხლს შეუკეთებენ და იწყებენ გამოხდას. ცოტა ხანში გეჯადან იწყებს გამოსვლას მაღალ ალკოჰოლიანი სურნელოვანი ფრაქცია. ესაა ნამდვილი ჭაჭა, რომლის სიმაგრეც 60 გრადუსს აღემატება. საბოლოოდ მისი რბილ-წყალში გაზავებით მიიღება 40 გრადუსიანი უგემრიელესი ჭაჭის არაღი. საქართველოში ბევრი ბუნებრივი წყაროა, რომელიც იდეალურია გასაზავებლად და ხარისხიანი ჭაჭის მისაღებად.
თონე მიწაში ჩადგმული უძირო და ცილინდრული ფორმის თიხის ნაკეთობაა, რომელიც გავრცელებულია საქართველოს ბარსა და ზეგანზე. არქეოლოგიური გათხრებით აღმოჩენილი ყველაზე ძველი თონეები ძველი წელთაღრიცხვის მე-5-მე-7 საუკუნეებით არის დათარიღებული. თონეს იყენებდნენ გოჭის, ქათმების შესაწვავადაც, აგრეთვე პროდუქტების ჩათოთქვის, ხის ნაწილების გამოშრობის და გათბობის მიზნითაც. თონის პურის ძირითადი კომპონენტია ცომი, რომელიც ხორბლის ფქვილიდან მზადდება. საქართველოს ტერიტორიაზე გათხრების დროს შულავერში და კოლხეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4-მე-5 ათასწლეულის ხორბლის ნიმუშები. კახეთში ყველაზე მეტად გავრცელებულია მოგრძო შოთი პური და ლავაში, რომელსაც მრგვალი ფორმა აქვს. ქართული თონის პური განსაკუთრებული გემოთი და სუღნელით გამოირჩევა, რის გამოც ის ჩამოსული სტუმრების დიდ მოწონებას იმსახურებს. ჩვეულებრივ მაყალი რკინის შეკრული, ფეხებიანი ყუთია, რომელზედაც იწყობა ნახშირი და შამფურზიან ბადეზე იწვება სხვადასხვა საკვები პროდუქტები. მეპურიანტ მაყალი სხვებისგან განსხვავებით ეწყობა აგურისგან, რომლის კედლები გახურების შემდეგ კარგად და დიდხანს ინარჩუნებენ სიმხურვალეს. აქ მწვადს მხოლოდ წალამზე წვავენ. წალამი ვენახის აჭრილი ხმელი ტოტებია, რომლებიც წვისას მწვადს განსაკუთრებულ გემოს აძლევს. შემდეგი რიტუალი, რომელიც ველისციხის ვერანდაში შეგიძლიათ იხილოთ, ჩურჩხელის ამოვლებაა. ჩურჩხელას ისტორიულად მხოლოდ ნუგბარის დანიშნულება არ ჰქონია. ჩვენი წინაპრები მას ჯერ კიდევ მე-17-მე-18 საუკუნეში ამზადებდნენ და მაღალი კალორიულობის გამო დასანაყრებლად და ენერგიის აღსადგენად ომში მიმავალ მეომრებს ატანდნენ. ქართველი დიასახლისები ყურძნის დაწურვისას ყურძნის ტკბილი წვენის გარკვეულ რაოდენობას ცალკე გადაიღებენ, წამოადუღებენ და ინახავენ ქილებში. ამ ტკბილ წვენს ბადაგი ეწოდება. გადაღებულ ბადაგს ურევენ პურის ფქვილს. ადუღებენ დიდ ქვაბში, თან განუწყვეტლად ურევენ და მიიღება თათარას ტკბილი ცხელი მასა. ჩურჩხელის მეორე კომპონენტი ნიგოზია. ნიგოზის გადარჩეული ლებნები კანაფის ძაფზე იცმება და დიასახლისები მათ მოდუღებულ თათარაში ავლებენ. შედეგად ამოდის რბილი და თბილი ჩურჩხელა, რომელიც გასაშრობად სარზე იკიდება. ქართული სუფრა საქართველოს კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მას თავისი განაწესი და რიტუალები გააჩნია. სუფრას ტრადიციულად თამადა უძღვება. თამადა სუფრას ხელმძღვანელობს და წარმოთქვამს სადღეგრძელოებს. ყველაზე მეტად ქართულ სუფრაზე სიტყვა გაუმარჯოს გაიგონა. გაუმარჯოს. ქართული ტრადიციული სუფრის ძირითადი ატრიბუტები, რომლის შესახებაც გიამბეთ, თავს აქ ველისციხის ვერანდაზე იყრის. მასპინძელი კომპანიაა კახური ტრადიციული მეღვინეობა. კომპანიის ისტორია მე-19 საუკუნის ბოლოდან იწყება. მისი მიზანი კახური მეღვინეობის ტრადიციების სტუმრებისთვის გაცნობა, შენარჩუნება და 21 საუკუნის მომხმარებლამდე საინტერესო ფორმით მიტანაა. კახურ მეღვინეობას ღვინის დაყენების უწყვეტი 8000 წლოვანი ტრადიცია გააჩნია. ეს უნიკალური მოვლენა კულტურის საერთაშორისო ორგანიზაციამ იუნესკომ მსოფლიოს ხალხთა არამატერიალური საგანძურის ნუსხაში შეიტანა. ამრიგად ყველას, ვინც კახეთში, ამ არაჩვეულებრივ სოფელში ველისციხის ვერანდას ესტუმრება, შესაძლებლობა აქვს თავად გახდეს ამ უძველესი ტრადიციების მონაწილე. ამასთან ვერანდის სადეგუსტაციო დარბაზში დააგემოვნოს და შეიძინოს კომპანია კახური ტრადიციული მეღვინეობის სხვა პროდუქციის ნიმუშები და თან გაიყოლონ მეპურიანტ კარნიდამოს სითბო და მდიდარი შთაბეჭდილებები. ეს ველისციხის ვერანდას მუზეუმია.
ველისციხის ვერანდას მუზეუმში ბევრი საინტერესო ისტორიული ნივთია. მობრძანდით და თავად დარწმუნდით, რომ ველისციხის ვერანდა დაუვიწყარი პაემანია, რომლის გამეორებაც კვლავ მოგინდებათ. Vamos,